მოგესალმებით. ეს არის მილენიალი, მე კი ნუგლი შუშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია პაატა გურგენიძე. ის არაერთხელ იყო ჩვენთან სტუმრად. მოგესალმები პაატა პირველ რიგში. მეც მოგესალმებით. და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ ცვალებად მსოფლიო წესრიგზე, რაც უკვე პრინციპში დადგა. ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ტრამპმა განაცხადა, რომ მას უნდა გრენლანდიის, კანადის და მექსიკის შემოერთება. საუბარია ასევე პანამას სრუტეზეც და მოდი განვიხილოთ ზოგადად ეგეთი განცხადებები, შეიძლება იყო რუზველტის დროს, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანი გავიდა და ამერიკას ესეთი ამხელა ტერიტორიების შემოერთებაზე პრეტენზია არ ჰქონდა. ის საკუთარ ძალაუფლებას აფართოებდა სხვა ინსტრუმენტებით და დღეს რატომ დაჭირდა, მოდი ესე პირველ შეგვიძლია, რატომ დაჭირდა უშუალოდ ტერიტორიული ექსპანსია, ესე ვთქვათ. ხო, რუზველტის ხოთაშორის არ ვიცოდი თუ იყო რუზველტის დროს რამე ექსპანსიონისტური გეგმა, მაგრამ რაც შეეხება გრენლანდიას, ეხა მეც ეხა დავინტერესდია, არ მქონდა წარმოდგენა, ესე იგი, რატომ გრენლანდია და რატომ ესე უცნაურად რამაც სოფლიო, ესე იგი, გააოცა კიდევაც და ფერმა იხალისა. იმდენად მოულოდნელი იყო. ხო, შეიცვალა რადიკალურად. უცნაურად, სასაცილოდ და არასერიოზულად მოეჩვენათ გრენლანდიაზე ტრამპის პრეტენზია, მაგრამ რეალურად თუ როცა ჩავხედე, ესე იგი, ისტორიას გრენლანდიის, ეხა გრენლანდიის ეხანდელი თავრობა ყოველგვარი ტრამპის და ყოველგვარი ასე ვთქვათ ამერიკული პოლიტიკასთან კავშირის გარეშე ისედაც იყო დამოუკიდებლობის მომხრე. ანუ ბევრი პარტია არის გრენლანდიაში დამოუკიდებლობის მომხრე და ეხანდელი პრემიერი კერძოდ პირდებოდა და მისი პარტია გრენლანდიელებს რომ 2025 წელს იქნებოდა არჩევნებიც და არჩევნებთან ერთად გრენლანდიაში რეფერენდუმი. გრენლანდიის რეფერენდუმი არის ერთ-ერთი მოთხოვნა, ესე იგი, დანის კონსტიტუციის მიხედვით გრენლანდიის დამოუკიდებლობისათვის. მაგრამ მეორე მხარე არის, რომ დანიის პარლამენტიც უნდა დაეთანხმოს. ეხლა შევახსენოთ, რომ გრენლანდია შედიოდა როგორც კონფედერაცია, როგორც სუბიექტი, რომელსაც შეეძლო გამოყოფა. და მას ჰქონდა უფლება გამოყოფის, უბრალოდ დანიის პარლამენტი უნდა დაემტკიცებინა და ეხლა რაც ტრამპმა განაცხადა და დანიის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა ეთქვა, რომ თუ კი დანიის გრენლანდიის მოსახლეობის არჩევანი იქნება, ისინი ესე იგი გადახედავენ უბრალოდ მოკლედ დათანხმდებიან იმ შედეგს, რაც პლებიციტზე იქნება. კი, ოღონდ ეს არის დამოუკიდებლობის შესახებ. ანუ ბევრმა და მეც თავიდან ესე მეგონა, რომ ეს დამოუკიდებლობის მოძრაობა ინსპირირებული იყო ამერიკის საიდუმლო სამსახურების მიერ, ყოველ შემთხვევაში ამერიკის პოლიტიკური ანუ წრეების მიერ ინსპირირებული იყო იმისთვის, რომ აი დამოუკიდებლობის საშუალებით მოეხდინათ გრენლანდიის ანექსია, ისე როგორც მოახდინეს თავის დროზე მექსიკის მიერ ჩამოშორებული, მექსიკისგან ჩამოშორებული ტერიტორიების ანექსია, ჯერ დამოუკიდებლობაში კალიფორნია იყო, ხო. და შემდეგ შეიერთეს შტატად. მაგრამ აქ აღმოჩნდა, რომ ესე არ არის მთლად ესეთი ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გრენლანდიის მოსახლეობა სულაც არ არის დანიური და დანიელების მხოლოდ 7% ცხოვრობს გრენლანდიაში და გრენლანდიის დაახლოებით 80% მოსახლეობის არის ადგილობრივი თუ სწორად ვამბობ და ეხა არ მეშლება ამ ხალხმა მაპატიოს ინუიტები, ანუ ესკიმოსების ნათესავი ტომია, რომელიც ადგილობრივი გრენლანდიელები არიან. ამ გრენლანდიელების უმეტესობას უნდა და უნდოდა დამოუკიდებლობა ყოველთვის. რამდენადაც გრენლანდია
ამავე დროს არის ყოფილი კი არა კოლონია აი მართალი ხარ ნახე ეთნიკური ჯგუფი ესეთია ხო ინუიტები არის 99% რაღაც სპეციალურად შევედი რომ მენახა 7.5% არის დანიელი 1.1% არის სხვა ნორდიკი ანუ საუბარია გერმანელი ნორვეგიელი და სხვა ხალხს ხო უმრავლესობა არ არის დანიელი ეხლა ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს ძალიან არასერიოზულად ეს მოთხოვნა იმიტომ რომ დანის პარლამენტი ხო არსებობს და არ იმას იზამს დანის პარლამენტი არ დაუჭერს ამ დამოუკიდებლობას ხარს თუნდაც რეფერენდუმზე ესე იგი ინუიტები მოთხოვან რომ დამოუკიდებლობა გვინდაო და ნუ მაშინ რატო ხდება ეს ყველაფერი მაგრამ არის მეორე მექანიზმიც იმის გამო რომ გრენლანდია იყო კოლონია უბრალოდ არის კოლონია რა ფაქტიურად იყო და ეხაც არის დანის კოლონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოლონიურმა ხალხებმა შეიძინეს ზუსტად უფლებების ადამიანის უფლებების დეკლარაციის საშუალებით უფლება რომ თვით გამორკვევის უფლება ანუ როგორც კოლონიურმა ხალხმა შეიძლება დანის გარეშეც ესე იგი გამოაცხადოს დამოუკიდებლობა და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამერიკა გარს დაუჭერს ტრამპის იმ დღევანდელი პოლიტიკის გამო როგორც ჩანს და ამგვარად ესენი მოკავშირეები აღმოჩნდნენ გრენლანდიელი ინუიტების, მაგრამ გრენლანდიელებს უნდათ ამერიკელებთან შეერთება, ეს კიდე სხვა საქმეა. სხვა შორის თქოს ტრამპის შვილი ჩავიდა, ტრამპის შვილი ჩავიდა გრენლანდიაში და მოკლედ აი როგორც საქართველოსია ხოლმე. ორი სოციალური კვლევა დაიდო. ერთი ამბობს რომ დამოუკიდებლობა უნდა და მეორე ამბობს რომ არა, ამერიკასთან შეერთება უნდათ. აი როგორც საქართველოსია ხოლმე. ესეთი კვლევაც იყო რომ უნდა თუ შეერთებაო? უნდათ არის ეს კვლევა უკვე ტრამპი ჩავიდა იქ ტრამპის შვილი უბრალოდ ჩავიდა და შესაბამისად ან როგორც საქართველოში ხდება არჩევნების დროს რომ ოპოზიცია დებს რომ ჩვენ გამარჯვეთ ხელისუფლება დებს რომ ჩვენ გამარჯვეთ ესა ჩატარდა იქაც და ვინც მე მგონი ამერიკული კომპანია იყო რომელმაც ჩაატარა ეს კვლევა რომელიც რა თქმა უნდა მოსახლეობას უნდა ამერიკასთან შეერთება ეს ხო ეხლა მაგ როგორი ის არის ლოგიკა როგორია რომ ეს კვლევა არ ვიცოდი, მაგრამ მე რაც წავიკითხე, ადრე ჩატარებული კვლევები ესეთ შედეგებს გვაძლევდნენ, რომ გრენლანდიელებს უმეტესობას უნდა დამოუკიდებლობა, მაგრამ მე კიდე ჩაატარეს კვლევა, სადაც უკვე ცოტა სხვანაირად დაუსვეს კითხვა. გინდათ თუ არა დამოუკიდებლობა ისეთ პირობებში, როდესაც თქვენი ცხოვრების სტანდარტები დაიკლებს. აქ თვითონ დანიელების ჩატარებული კვლევა იყო და აქ იყო მინიშნება იმაზე რომ დანია ეხა აძლევს ესე იგი სუბსიდიებს და აღარ მიცემდა სუბსიდიებს გრანტი ქვია და ამ გრანტს თუ არ მიცემენ ეს იქნება ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედი მე მგონი თუ ნახევარიც კი რომელიც დააკლდება დანიას და დაშვება იყო ესეთი რომ შესაბამისად შემცირდება თქვენი ცხოვრების დონე და გინდათ თუ არა ასეთ შემთხვევაში დამოუკიდება ცხოვრების დონეზე კითხეს და არა იმაზე რომ გრანტს არ მოგცემთ და მაშინ თუ გინდათ ცხოვრების დონე თუ დაიკლებს თუ გინდათ ასეთ და ხალხმა თქვა რომ ცხოვრების დონე თუ დაიკლებს ესეთ დამოუკიდებლობა არ გვინდა მაგრამ ის არ უთქვიათ რომ თქვენ თუ გრანტს არ მოგცემთ მაშინ არ გვინდაო მაგრამ იმგენმა გადათარგმნეს რა თქმა უნდა ესე რომ აი ჩვენ თუ გრანტს არ მიცემთ მაშინ აღარ უნდა დამოუკიდებლობა შეიძლება აქაც ესეთი თამაშია ამერიკელების მხრიდან რომ რამაც კითხვა დაუსვეს, აი ჩვენ თუ გრანტს მოგცემთ თუ თქვენ ცხოვრების დონე ამაღლდება გინდათ თუ არა. ამერიკაში შეიძლება. ხო არ ვიცი როგორი კვლევა, მაგრამ აი, მოკლედ არზე გადავიდა. მაგრამ ჩვენ ასობრივად ესე იგი შეგვიძლია შევაფასოთ ესე იგი განვიხილოთ რატომ უნდათ ამერიკელებს გრენლანდიის შეერთება და კანადისაც. გრენლანდიელებს ვიცით რატომაც უნდათ დამოუკიდებლობა. გრენლანდიელები ახლა ცხოვრების დონით ხო არ ჩამოუნდებიან, ნუ დანია მაინც არა. თან ახლა ისეთი დაშვება აქვს ამ ხალხს, რომ არავის ესენი არ ერჩიან და არც მათ წინააღმდეგ სავაჭრო სანქციებს არავინ არ დააწესებს შესაბამისად ახლა ის რომ თევზს დაიჭერენ და ამით თავს ისჩერენ, ნუ თევზჭერა არის ძირითადად
ამაში ეჭვი არ ეპარებათ. აქამდე ყოველ შემთხვევაში არ ეპარებოდათ და ამიტომაც უნდათ დამოუკიდებლობა, რომ უკეთესად ყოფილიყვნენ. ანუ ისინი დამოუკიდებლობის მომხრეები იყვნენ, მაგრამ არ იყვნენ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები. ანუ ეს დამოუკიდებლობა უნდათ ევროკავშირის გარეშე. ევროკავშირის გარეშე და ევროკავშირის შეერთებამ გამოიწვია ამ მოძრაობის გააქტიურება. რატომ? ეგ ეკონომიური მიზეზები იყო და ანუ შედა პროტექციონიზმმა ვერ ხო, ევროკავშირის პროტექციონიზმმა ხელი შეუშალა. ანუ ის ხო მათი ძირითადი თევზსაჭერი, ესე იგი ბიზნესი გახდა ხელმისაწვდომი, ესე იგი დანარჩენი ევროპელებისთვისაც. ხო და ეს აღიქვეს მათ როგორც ნაციონალური ინტერესების, ესე იგი ეს რა საინტერესოა რა, ეხლა ჩვენთვის ხო რაღაც დასავლეთი არის, რაღაც ერთიანი მონოლითური და იქ არიან ქვეყნები და რეგიონები, მათ შორის ნუ ეხლა იქ პრინციპში სუბიექტია, პოლიტიკური სუბიექტია გრენლანდია. შეიძლება დამოუკიდებელია რა, რომელსაც არ უნდა რა ეს ევროკავშირი რა, არ არის ეს და საკმაოდ მაღალი ცხოვრების დონით გამოირჩევა და არ უნდა, იმიტომ რომ ეკონომიკური მიზეზებია ამის და ჩვენ და საქართველოში ეკონომიკურ მიზეზებზე არ უნდა ვილაპარაკოთ ეგ არის ხო ეგ ხო აქ ჩვენ მგონია რომ ანუ ჩვენი დაშვება არის რომ ჩვენ აი ჩამორჩენილები ვართ და უფრო წინ წასულ ეკონომიკურ ბლოკში შევერთებით ჩვენი ცხოვრების დონით გაუმჯობესდება. ესეთი მარტივი დაშვება რომელიც რა თქმა უნდა არ არის მთლად მართალი მაგრამ მოდი გრენლანდიაზე ვილაპარაკოთ აი ჩემ თეზის ვიტყვი ჩემი თეზისი არის ეგეთი რამდენად ეთახები რამდენად ეწინააღმდეგები ამას მაინტერესებს ჩემი თეზისია ეგეთი რომ ამერიკა რომელიც კარგავს აი ბერკეტებს რომელსაც აქამდე სოფლიოს მართავდა ჰეგემონის სტატუსიდან გადადის იმპერიის სტატუსში მას ნიშნავს იმას რომ მას ჭირდება უკვე ტერიტორიული ექსპანსია, მონროს დასავლეთის ნახევარსფეროს კონტროლი, რაც მას უნდა ტერიტორიულად, აი სუფთა ტერიტორიულად და ამით ის პრინციპში ინარჩუნებს საკუთარ იმპერიულ მდგომარეობას. ის შეიძლება აღარ იყოს ისეთი როგორიც იყო რაღაცა ბოლო 91 წლიდან დღემდე, ხო, როგორც ერთადერთი ჰეგემონი. მაგრამ ის იქნება ერთ-ერთი ძლიერი იმპერია სხვა იმპერიებთან ერთად. და შესაბამისად ტერიტორიების გაფართოების ლოგიკაც დაკავშირებული სწორედ იმით, რომ იმპერიაც უნდა იქცეს ეს სახელმწიფო. აქამდე თუ იყო ჰეგემონი, რომელიც სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებით მართავდა სოფლიოს. ფინანსური იქნებოდა ეგ თუ სხვადასხვა. ნუ ჯარსაც იყენებდა, მაგრამ ძირითადად ტერიტორიის ესეთი უშუალო შეერთება მაინც და მაინც არ იყო მისი, ესე იგი, მთავარი მიზანი. ხო, არ იყო მისი მთავარი მიზანი. ეხლა არის გასაგები რამ. ეხლა უკვე თავი წამოყვა სხვა იმპერიებმა და იცის რომ ის ვერ შეინარჩუნებს ამ სტატუს-კვოს და ამიტომ მოდი დასავლეთ ნახევარსფეროში მე ვიქნები შეიქმნება ერთიანი სახელმწიფო, სადაც ნუ მე ვიქნები ჰეგემონი და რომელსაც მე უკვე დანარჩენ სამყაროს ვუკარნახებ, როგორ უნდა იცხოვროს და როგორ უნდა მოიქცეს. მე ესეთი ისა მაქვს, როგორ წარმოდგენა მაქვს. რაში მეთანხმები და რაში ვწდები შენი აზრით? მეც ასე იგი დავაკვირდი რომ ესეთ შეფასებას ბევრი აკეთებს სოციალურ მედიაში განსაკუთრებით ახლა მეც და შენც ალბათ იმ ხალხს უსმენთ ვინც კრიტიკულად არის რა განწყობილი დასავლეთის და ამერიკის დღევანდელი პოლიტიკის მიმართ და ამ ანალიტიკოსებში მე ლაპარაკი მაქვს ინგლისელებზე, ამერიკელებზე, ევროპელებზე ბევრი ემხრობა ამ თეორიას, მაგრამ მე ვიტყოდი სხვანაირად რა. ეს არის მოჩვენებითი და მოჩვენებითი ანუ შეიძლება ასეთ რამეს გავდეს ის, რასაც ტრამპი აკეთებს, მაგრამ მოდით სხვა მიზნები დავინახოთ ჯერ და მე შევაფასოთ არის არა ეს იმპერია. სინამდვილეში ახლა ჩემი განმსახედიდან ტრამპი აგრძელებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკითაც მან დაიწყო პირველი პრეზიდენტობა, ეს არის ანტიჩინური პოლიტიკა, ანუ ეს არის რეინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა, ეს ერთი, მეორე ჩინეთის ინდუსტრიული განვითარების და ჩინეთის ზოგადად განვითარების, ეკონომიკური განვითარების შეფერხების და შეჩერების პოლიტიკა, რის შემდეგაც
ამერიკამ უნდა დაიბრუნოს ძველი ძლიერება, ის რომ ამერიკა გადაიქცეს ისევ დიად ამერიკად, ეს გადის ჩინეთის განვითარების შეფერხებაზე. ეს არის მისი პოლიტიკა. ეხლა ეს რამდენად არის ეს გადახვევა იმ ნეოკოლონიალიზმიდან, რასაც ჩვენ ტრადიციულ პოლიტიკას ეძახი, ხო? ანუ კაპიტალიზმის თანამედროვე განვითარების ეტაპი ყველაზე კარგად შეიძლება შეაფასო როგორც ნეოლიბერალიზმი და ეს ფაქტობრივად არის ნეოკოლონიალიზმი იგივე. ხო, ეს სინონიმებია. და ეს ეტაპი არის და ჩვენ თუ ვიტყვით რომ აი ეს გვეგონა ბოლო ეტაპი, მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ნეოკოლონიალიზმი არ ყოფილა ბოლო, აი კაპიტალისტური ლიდერის ამერიკის პოლიტიკაში შეიძლება მოხდეს უკან დახევა. ანუ კოლონიალიზმს უბრუნდებით? ხო, და დაუბრუნდეთ იმპერიას, იმპერიალიზმს, რომელიც არის ფაქტურად კოლონიალიზმი, ხო? ანუ დასავლური იმპერიალიზმი კოლონიალისტური იყო. აი ხა რუსული იმპერიალიზმისგან განსხვავებით, ხო? რუსეთი ტერიტორიულად იერთებდა ქვეყნებს, რომელსაც იპყრობდა და ხალხებსაც და ტერიტორიებს და ხდებოდა რუსეთის ნაწილი, მაგრამ ევროპელები კოლონიებს არ იერთებდნენ. ანუ ესენი იყვნენ რასისტული ქვეყნები, რომლებიც კოლონიებს აქცევდნენ მონების ესე იგი ასე ვთქვათ საკონცენტრაციო ბანაკებად. ანუ იმად განასხვავებდნენ ყოველთვის სტატუსით თავიანთი თავისაგან. ძალიან ისტორიაში რო არ წავიდეთ, ეხლა აი ამერიკის დღევანდელ მდგომარეობას რო დავაკვირდეთ, ამერიკას დღესაც აყავს ისეთი კოლონია, რომელსაც ის არ აძლევს შტატის სტატუსს. მაგალითად კოსტა-რიკაზე ესაა. კოსტა-რიკას უნდა რო გახდეს ამერიკის შტატი, მაგრამ ამერიკას არ უნდა რო გახდეს შტატი და მე ხა გვარს აი ზუსტად ვერ გავიხსენებ, მეშინია შეცდომა არ დაუშვა, მაგრამ არის ამერიკელი ახალგაზრდა მკვლევარი, რომელსაც ამაზე წიგნი აქვს დაწერილი, როგორი იყო ამერიკის კოლონიური პოლიტიკა და ეს კოლონიური პოლიტიკა გულისხმობდა იმას, რომ ის კოლონიები რომლებიც შტატად ხდებოდნენ მხოლოდ მას შემდეგ შტატად, რაც თეთრი მოსახლეობა ან თეთრი რასა იქ გახდებოდა უმრავლესობა. ანუ გენოციდის, ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდის შემდეგ ხდებოდა აი ამ კოლონიებისთვის შტატის სტატუსის მინიჭება. მან და კოსტა-რიკა ჯერჯერობით როგორც ჩანს არ აკმაყოფილებს. ანუ შენ ამბობ რომ ეგ რასისტული საკითხი არის. მაგრამ აი ნახე, მაშინ გრენლანდიაშიც რასისტული, ანუ ის ერთადი ის გასაგებია რომ 7%-ია დანი, მაგრამ ეს 7%-ია ძირითადი ეკონომიკური ცენტრი, ხო? და კანადაც იგივე რასობრივი შემადგენლობაა პრინციპში, როგორც შეერთებული შტატები. ამიტომ კი, კანადა სხვა არის, გრენლანდია სხვა არის. ხა რატომ არ ამბობს ამერიკა რომ შევიერთებ გრენლანდიას აი დამოუკიდებლობის საშუალებით. ის ამბობს რომ ვიყიდი გრენლანდიას, ანუ მას უნდა იდო დანიისგან გრენლანდიის. ტრამპი არ ამბობს რომ დამოუკიდებლობის მოძრაობას დაუჭერთ მხარს. ანუ ეს არის არ უნდა კონფედერაცია იმაში, მაგას ამბობ. აი ისინი საერთოდ მაგ ადამიანების უფლებებს და გრენლანდიის უფლებებს საერთოდ არც განიხილავენ, არც მიიღებენ. არაფერ როლს არ ასრულებს ეს ამერიკის პოლიტიკაში. ხო, მაგრამ ნახე ის რასაც დანიის მიმართავს, აი პოლიტიკა უნდა შეაფასო სწორედ დანიასთან ამერიკის ურთიერთობის თვალსაზრისით. დანია სულ დგას საფრთხე, ეხა ამერიკული აი წმინდა ესეთი მერკანტილური გაგებით რასაკეთებს ამერიკა. დანიას უდღას, ისედაც უდღას საფრთხე, რომ გრენლანდია მიიღებს დამოუკიდებლობას. დათანხმდება თუ არა დანიის პარლამენტი გრენლანდიის ხალხის უმეტესობას უნდა დამოუკიდებლობა დიდი ხანია თან. და ამ დროს ტრამპი მოდის და დანიას თავის მოკავშირეს ეუბნება რომ მე შენგან ვიყიდი ამ ტერიტორიაზე, ამ ხალხს მე როგორ მოვული, ეს მე თვითონ ვიცი რა.
და ადგილობრივების ანუ ეს არის კარგი წინადადება დანიის მიმართ და არა ის რომ დანიას ამერიკა ჩაგრავს. ანუ დანიის მთავრობისაც და დანიის მართველი წრეების თვალსაზრისითაც და ამერიკის, ანუ ამ ოლიგარქიების თვალსაზრისით ეს არის ძალიან მეგობრული წინადადება დანიის მიმართ ტრამპის და არა მტაცებლური წინადადება, როგორც ეს ხალხმა გაიგო. მეორე არის, რაში ჭირდება ამერიკას? ზუსტად იმაში ჭირდება ამერიკას, რაშიც დანიასაც ძალიან ჭირდება ეს ტერიტორია, მაგრამ ამერიკა თუ ისინი მართლა მოკავშირეები არიან, ეუბნება რომ მე ამ ტერიტორიას ამ მიზნით უკეთესად გამოვიყენებ, ვიდრე შენ გამოიყენებ. ანუ ის რომ მე ამ ტერიტორიაზე ბატონობ და მე როცა მე შევიერთებ, მე მიჩნდება უფლებები ჩრდილოეთ სავაჭრო მარშრუტზე, რომელზეც დიდი იმედები აქვს, რა ქვია, რუსეთს და ანტირუსულ პოლიტიკას მე გავატარებ, შენ ვერ შეძლებ ამის გატარებას მარტო, მაგრამ მე ამას გავაკეთებ, რუსებს გადაუკეტავ ამ ჩრდილოეთ გზას, გადაუკეტავ ის რუსეთის საშუალებით შესაბამისად ჩინეთსაც და ესე იგი ამ ორ სუპერ სახელმწიფოს მე მოვერევი და შენ იქნები კარგად, უბრალოდ შენ მიიღებ ფულს იმაში, რაშიც მაინც მოგივიდოდა ეს არ დაგემართებოდა ეს დამოუკიდებლობის მიცემის წინ ფაქტის წინაშე დადგებოდი, მაგრამ არც ფული არ გექნება. მე ფულსაც გაძლევ და უსაფრთხოებასაც გაძლევ. ამაზე უკეთესი წინადადება დანიის მართველი კლასისთვის არ არსებობს. ანუ ეს არის ძალიან მეგობრული წინადადება დღევანდელი დანიის მილიტარისტული და რასისტული მთავრობის მიმართ, როგორც ისინი არიან. ეხლა ბევრს გონია, რომ ჩრდილოეთ ხალხები არიან ძალიან მემარცხენეები. ესე იგი, მოდი, არა შენ ამბობ მოკლედ საბოლოო ჯამში, რომ ეს ტრული გადაწყვეტილება კი არ არის. ძალიან მეგობრული გადაწყვეტილება და ეს ამაში ჩვენ ის კი არ უნდა დავინახოთ, რომ დანიას ჩაგრავს, არამედ პირიქით. არა, იმ ხალხის დაჩაგვრა, ინეუტების დაჩაგვრაზეა ლაპარაკი, იმათ წართმევენ მთლიანად უფლებებს, თავიანთ დამოუკიდებლობასაც, ყველაფერს, მაგათ თევზებსაც ფეხებზე დაიკიდებენ და ყველაფერს ჩააყენებენ რუსეთთან გეოპოლიტიკური ინსტრუმენტად გადააქცევენ კი. სრულიად. კაი. გრენლანდია მოდი რაღაცნაირად დავხოროთ. კანადას შემოერთება რა ლოგიკაში ჭდება? კანადის შემოერთება არ ვიცი, ახლა მე დღემდე მგონია ხუმრობა. იმიტომ რომ მე ეს მგონია რომ ეს არის მაინც კანადის არსებული მთავრობის აი ექსტრემალური კრიტიკა და არა რეალური მცდელობა რომ კანადა როგორც ქვეყანა შემოიერთონ. ჯასტინ ტრუდო არის გამოხატულება ყველაფერი იმ ბოროტების, რაც წარმოუდგენიათ ამერიკელ რესპუბლიკელებს და კონსერვატორებს, როგორი სახელმწიფო შეიძლება მართველი შეიძლება არსებობდეს, ეს არის რაღაცა სატანა რა მათთვის. მაგრამ მისი დამცირება და ამ ხალხის წინაშე თავიანთ ხალხს აღარ არის ტრუდო უკვე. ტრუდო აღარ არის, მაგრამ ტრუდო გადადგა მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა პარტიამ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს არ იყო იმას რა ქვია გადადგომა, ისევე როგორც ვაიმე დავაშავე რაღაცა და მივდივარ და რა პატისანი კაცი ვარ. საფრანგეთშიც, როდესაც გადადგა პრეზიდენტი, ეს იყო ძალაუფლების შენარჩუნების აბსოლუტურად უსინდისო გადაწყვეტილება. ანუ ისევ და ისევ ლაპარაკია არსებული პოლიტიკური და რაღაც არსებული იურიდიული მექანიზმების საშუალებით დემოკრატიის манипуლირების და ხალხის ნების манипуლირების გადადგა მხოლოდ იმიტომ რომ შეენარჩუნებინა ძალაუფლება და ფეხებზე დაიკიდა ის რომ ქვეყანა ფაქტიურად ვერ მართავს თავის თავს და გადაწყვეტილების მიღების უუნარო გახდა საფრანგეთი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს დაიკიდა ფეხებზე საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ხალხს თავიდან ეგონა რომ ის მართლა
ემას რა ქვია წავიდოდა ხელისუფლებიდან, მაგრამ აი ძალით თუ გააგდებენ, თორე ისე მაგის წასვლას არაპირებს. ისევე არაპირებს ტრუდო წასვლას. ტრუდო კი გადადგა, მაგრამ გადადგა მხოლოდ იმისთვის, რომ მიცეს თავის პარტიას შანსი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. და ეს პარტია არის აი ამერიკული კონსერვატორებისთვის ძალიან მტრულად განწყობილი. მოდი ორი ისე. რატომ არის მტრულად განწყობილი ერთი და ეს მექანიზმი რომ უფრო კარად ავხსნათ, აი მე ცოტა ვერ გავიგე მომენტი. გადადგა იმიტომ რომ პარტიას შეენარჩუნებინა, ხო, ძალაუფლება. რას ნიშნავს ეს? ეხლა რო გითხრა რომ მეც პოლიტიკური სისტემის ძალიან ესეთი დეტალური მცოდნე ვარ, არა ვარ ამდენად ესე გაწოცნობილი ლიბერალური პარტია, კანადის ლიბერალური პარტია. ხო, მაგრამ როდესაც ესე იგი დაინიშნება ახალი არჩევნები, მათ აქვთ იმედი, რომ კვლავ ესე იგი გახდებიან მართველი პარტია. და ეს ტრუდოს გადადგომა ხელს აი ეს დეტალები მე კარგად არ ვიცი. უბრალოდ ნახე ეს კომენტარი აი ესე მაქვს მოსმენილი, რომ ეს მიზანი, პოლიტიკური მიზანი ეს იყო. ნახე ეს როგორი ის არის, ესე იგი ეს პარტია 2015 წლიდან დღემდე არის მართველი. ესე იგი 2015 წლიდან დღემდე არის პირველ ადგილოსანი და იქამდე 2011 წლამდე იქამდე იყო ძირითადად 2000 წელს დაამთავრა, ანუ 93-დან 2000 წლამდე იყო ეს პარტია მართველი. მერე არის წყვეტა 2000-დან 2011-მდე და მერე ისე მოდის ხელისუფლებაში. ანუ ეს არის საკმაოდ ესე ტრადიციული პარტია არის კანადისთვის, რომელიც წაგების მიუხედავად, აი მეორე ადგილზე გავიდა და 2011 წელს მესამე ადგილზეც გავიდა, ანუ ვერ მიიღო საკმაოდ 18% მიიღო, სტაბილური, მოდი ესე ვთქვათ, 30%-იანი ამორჩეველი ხავს კანადაში. კი ბატონო, ის რაც კონსერვატორებს და აი რესპუბლიკელებს არ მოწონთ ამ პარტიის და თანამედროვე კანადის მმართველობის, ის არის რომ ისინი დემოკრატიულ პარტიასთან ეგრეთ წოდებულ თანამედროვე მემარცხენეობასთან არიან კავშირში. ამერიკის დემოკრატიულ პარტიას გულისხმობ. ხო, ამავე დროს ესე იგი ისინი არიან დაპირისპირებული იმ ინტერესებთან, იმ ბიზნეს ინტერესებთან, რასაც ტრამპის პარტია უჭერს მხარს, კერძოდ იგივე ნავთობმომპოვებელი და სამრეწველობის ინდუსტრიული ბიზნესი გარკვეულ კონკურენციაშია კანადასთან. კანადისგან შემოტანილი ნავთობის, გაზის, ხე-ტყეც, ყველა ეს ინდუსტრიული თქვათ იმპორტიც და ანუ ნედლი რესურსებიც სინამდვილეში ტრამპს ააქმნათ ხოლმე, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი თქვენ გარეშე ვაწარმოოთ, რაში გვჭირდება კანადა. და დღესაც ამას გავაკეთებ, დაგიწესებთ ისეთ ტარიფებს, რომ ვერც ვერაფერს ვეღარ შემოიტანთ და ჩვენ მხარჯზე ვეღარ გამდიდრდებით. ანუ ხო, მაგას აპირებს სხვათა შორის, მაგას განაცხადა, რომ კი, ესეც არ უნდა იყოს და მის გამოიყენებს ეგრეთ წოდებულ ეკონომიკურ ბერკეტებს კანადის შემოერთებისთვის და ეს შემოერთება უკვე განცხადებაა, ეს არ არის, ეხლა ეგრო იყოს უბრალოდ ეს თან როდის განაცხადა, როდესაც გაიმარჯვა არჩევნებში ადამიანმა, ანუ იქამდე რომ განაცხადებინა, კიდე სხვა კონტექსტი იქნებოდა და სხვანაირად შეიძლება გაგვეგოა ეგ ყველაფერი, ხო? ეხლა უკვე როდესაც პირველი პირია ესეთ განცხადებებს აკეთებს, ანუ მარტო ისე ახსნა, რომ შიდა პოლიტიკური კონფლიქტი იყო და ტრუდო დემოკრატების მოკავშირე იყო და ეს იყო გარკვეულწილად რაღაცა გაფრთხილება, ხო, შეიძლება ესეც აიხსნას, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ იხსნება ეს ჩემი აზრით. აი მე უბრალოდ ვერ ვხედავ, არა, ეს ზღაპრულ დონეზე, ანუ თვითონ ნარატივის დონეზე ლოგიკა ტრამპის გასაგებია, რასაც ეუბნება. თქვენ აწარმოებთ ისეთ რაღაცას, რაც
ძირითადად კონკურენციას გვიწევთ, თუ გინდათ იგივე რაღაცები გაყიდოთ ჩვენ ქვეყანაში, ხარჯებია გახდეთ ამერიკა. მაშინ როგორც ერთ-ერთი კარგი შტატი, ესე იგი იცხოვრებთ და ჩვენ ხარჯზე კი არ გამდიდდებით, ჩვენთან ერთად გამდიდდებით. აი ესეთი ლოგიკა, მაგრამ თუ შეხედავ ამას როგორც რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით და არის თუ არა რაიმე მექანიზმი ამ ეგრეთ წოდებულ ჭყალებში მუხარის განხორციელებს, მე ესეთ მექანიზმს ვერ ვხედავ გრენლანდიისგან განსხვავებით, როგორ უნდა შეიერთოს კანადა, ამერიკა, მაგრამ ის რომ ამ განცხადებით ძალიან დაუკარგა, ასე იგი ამ ტრუდოს პოლიტიკური მომავალი და მის პარტიას ეს ხელშესახები რაღაცა არის. ანუ თუ ტრუდო და მისი პარტია იქნებიან კანადაში, კანადას არ აქვს მომავალი. აი ეს უთხრა ტრამპმა კანადას. თუკი ჩემი მოკავშირე მოვა, მაშინ შეიძლება კანადის დამოუკიდებლობა მოიქცევით ბიჭებო, მაშინ ყველაფერი იყავით თქვენთვის. პატა, ესე იგი არის კიდე ესეთი მომენტი მექსიკაზე იყო საუბარი. სხვადასხვა ბევრმა არ იცის, რომ მექსიკის ჩრდილოეთ ტერიტორიები, საზღვარგარეთ ტერიტორიები პრაქტიკულად რამდენიმე ხნით ოკუპირებული ჰქონდა შეერთებულ შტატებს, იმ გაგებით რომ საპოლიციო რეჟიმი შევიდა იქ, ამერიკული. მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა. იმ მოტივით შევიდა რომ ესე იგი ნარკო ბარიგებს თუ მაფია მთელი ეს ქსელია, ხო? რაც მართლა უქმნის რეალურ პრობლემას და არა მარტო შეერთებულ შტატებში, პირველ რიგში მექსიკას უქმნის ეს პრობლემას. ვერანაირ წესრიგი ვერ დაამყარა მექსიკაში. ეხლა არის საუბარი იმაზე, რომ კვლავ აი ტერიტორიებს ის დაკავებაზეა საუბარი და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამ, ეს არის განცხადება, რომ ის არნახულ ანტისაიმიგრაციო რეიდებს დაიწყებს და საუბარია 7 მილიონიდან 20 მილიონ ადამიანამდე გაყრას. ქვეყანაზე გაყრას. რას ნიშნავს ეს? ანუ მე ცოტა ვერ ხსნი ამას, იცი რატომ? თუ კი ინდუსტრია ბრუნდება. ინდუსტრიას სჭირდება იაფი მუშახელი. ლოგიკურია, რომ სჭირდება ემიგრანტების დიდი რაოდენობა. შენ თუნდაც მილიონი ადამიანი გაყარე. ეხლა მე არ მჯერა რომ 20 მილიონი ადამიანის გამყრელი იყოს, მაგრამ ნუ ამაზე არის საუბარი. 2-3 მილიონი ადამიანი რო გაყარო ეს, ხო? ვინ არის შენი იაფი მუშახელი, ვიღა გამოდის? რა ლოგიკა არის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის, რა ლოგიკა არის? ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა ტრამპისთვის არის, რა თქმა უნდა, იმ საშუალო კლასის ინტერესების მხარდაჭერა, მუშათა კლასის, საშუალო კლასი, აი ყოფილი ინდუსტრიული სექტორის მუშათა კლასი, რომელიც სამუშაო დაკარგეს დეინდუსტრიალიზაციის შედეგად. ამის შედეგი იყო ის, რომ ეს საკუთარ ამორჩეულზე მუშაობს, მოკლედ. ტრამპის პარტია, ეხლა როგორც თვითონ ტრამპმა თქვა, გახდა მუშათა პარტია. მუშები უჭერენ ტრამპს მხარს. რა თქმა უნდა, ეს თვითონ მეორე მსოფლიო ომს გვახსენებს, ხო, ფაშიზმს, როცა ფაშისტებიც მუშების პარტიები იყვნენ, მაგრამ ამავე დროს ისინი სოციალისტებს ეძახდნენ, ხო, თავს სოციალისტური. ტრამპი ანტისოციალისტურია თავისი რიტორიკით და იმით, მაგრამ რეალურად რეალური პოლიტიკური მიზნებით და მხარდამჭერი ჯგუფებით და მთელი ამ ასე ვთქვათ, შინაგანი ლოგიკით პოლიტიკური ინტერესების განვითარების ძალიან წააგავს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ კაპიტალიზმის კრიზისს, თანამედროვე კაპიტალიზმის კრიზისი, როცა მემარჯვენე, ეგრეთ წოდებული მემარჯვენე პარტიები, ანუ ვთქვათ, კონსერვატიული შეხედულების, იგივე რასისტული შეხედულების პარტიები ხდებიან ასევე მუშათა კლასის ინტერესის გამომხატველები. ეხლა
ამერიკის ის საშუალო მუშათა კლასი აი ამ ემიგრაციის მხრივ არის ძალიან ცუდად განწყობილი, იმიტომ რომ ის იაფი მუშახელი, რომელიც შემოდის, უკანონო მუშახელი სხვათა შორის, იკავებს მათ ადგილს და მათ ხელფას ამცირებს. როდესაც შემოდის ადამიანი, რომელიც თანახმაა იმუშაოს მეათეთ ხელფასზე, იმ ხელფასთან შედარებით, რაცაც ეს საშუალო კლასი იყო მიჩვეული, ხო, თავის შრომაში მიიღო, იმათი ხელფასით იკლებს. მხოლოდ დიდრები არიან ანუ მოსარგებლეები აი ამ გაიაფებული მუშახელით, რომლებიც მათ ქირაობენ უბრალოდ აი რა ვიცი, ყველაფრისთვის ბავშვის მომლელები, მოხუცების მომლელები, დამლაგებლები, ყველაფერი ესენი არიან და ის დამლაგებლების და იმის შრომა რომ ცირდება, ხელფასი რომ იაფდება, ყველა მუშის ხელფასი ეცემა. ბუნებრივია. ანუ ლოგიკა ესეთია, რომ საკუთარ ამორჩეულზე მუშაობს, მაგრამ მეორე ფორმალური მხარე ტრამპის ამ პოლიტიკას აქვს ძალიან პროგრესული რა, რაც არ უნდა საოცარი იყოს, იმიტომ რომ რეალურად ის პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ამერიკა ატარებს და დემოკრატები ატარებდნენ იმიგრაციის მიმართ, არის არა მემარცხენე პოლიტიკა, არამედ აბსოლუტურად მონათფლობელური პოლიტიკა. ეს არის გაუგონრად დიდი დარტყმა მშრომელთა უფლებებზე, არა მარტო მშრომელთა უფლებებზე, არამედ ჩვეულებრივ ადამიანის უფლებებზე. ესენ კი არ ამბობენ იმას, რომ მოდი ჩვენ ყველას მივცეთ თავისუფალი მიგრაციის საშუალება, ან დავაკანონოთ ეს მიგრაცია. არა, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უკანონო მიგრანტების შემოსვლა გავაიოლოთ. უკანონო მიგრანტი რას ეს აი იგივე მონა, ხო? ეს არის მონათა ვაჭრობა. ამერიკა დაუბრუნდა მონათფლობელობას. მილიონობით მონა მუშაობს ამერიკაში, რომელსაც არაფერი უფლებები არ აქვს. როდესაც ეს უკანონო მიგრანტი შემოდის და შენ ამის ნებას აძლევ, თვალებს ხუჭავ და ამ დროს იმას ამუშავებ შენზე და ისინი მათ არაფერი უფლება არ აქვთ, ვერაფერს ვერ გააშაჩივრებენ, ისინი მუშაობენ კანონით დაწესებულ მინიმალურ შემოსავალზე გაცილებით დაბალ ხელფასებზე და ვერანაირ ასე ვთქვათ, ექსპლუატაციის წინააღმდეგ ხმას ვერ ამოიღებენ ქვეყნიდან გაგდების შიშით, იმიტომ რომ გააგდებენ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრების დონე არის 3-ჯერ, 4-ჯერ, 6-ჯერ, 8-ჯერ უფრო დაბალი. და ამ ქვეყნებში ეს ცხოვრების დონე იმიტომაც არის დაბალი, რომ ზუსტად ეს ქვეყნები იყვნენ აი ამ განვითარებული ქვეყნების კოლონიები. ამიტომ უფლებრივი თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისითაც ტრამპის პოლიტიკა არის გამართლებული და სხვათა შორის ამას ამბობენ ტრამპისტები, რომ ისინი ადამიანის უფლებების დაცვის არგუმენტებს იშველიებენ, მაგრამ ეს არ ხვდება პრესაში. ანუ პრესა ამას წაუყურებს რომ მოусმინო ამ არგუმენტებს, ეს არის ზუსტად მემარცხენე და პროგრესული არგუმენტები. კი ბატონო. ეს პატა ეხა ერთი ის არის ესეთი ვილკერსონი, ყოფილი სამხედრო ამერიკის, რომელიც საუბრობდა იმ საქართველოსთან მიმართებაში სანქციებზე. და ეს საუბრობდა, რომ შეიძლება თანამედროვე ტრამპის ადმინისტრაციამ ის სანქციები, რაც ეხა დაუწესეს ბიზნესმენებს მოხსნას. მაგრამ ვილკერსონმა ესეთი რაღაცა განაცხადა, რომ თქვენ დააკვირდებითო სანქციებს, თქვენ ნახავთ, რომ ამერიკას სოფლიოში 25%-ზე სანქციები აქვს დაწესებული. 25%-ზე აქვს სანქციები დაწესებული შეერთებულ შტატებში სოფლიოში. შენ ეხლა როგორ ხედავ, საქართველოს ამერიკის ურთიერთობები რომ გაუარესებულია, ეს ფაქტია. მოდი ისე ვიტყვი, გაუარესების მიზეზი შენი აზრით რა იყოს, რეალური მიზეზი და ეს სანქციები რამდენად საშიშია, რამდენად შეიძლება შენარჩუნდეს და ტრამპი რამდენად მოხსნეს, იმიტომ რომ შეგახსენოთ ტრამპმა თქვა ეგეთი რაღაცა, რომ რუსეთზე და ირანზე სანქციები ურტყავს დოლარს, ეგ ტრამპის სიტყვებია. და ამიტომ თან არ მუშაობს და ამიტომ ხوار ჯობია გავაუქმოთ ეს სანქციები. და ვაპირებ გაუქმებასო ამ სანქციებს. დედოლარიზაციას იწვევს პრინციპში. მოკლედ დავწუთ სანქციებით. ძალიან
ესე იგი ბევრი არის სათქმელი სხვა კუთხიდან. საქართველოს კუთხე მაინც გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ გეხვევა. ერთი რისი თქმაც შეიძლება არ ვიცი მოასწრებთ თუ არა თემებს მაინც თავიდან ჩამოვთვლი ზირითად რაზე შეიძლება ლაპარაკი. ტრამპის ეს ორი პოლიტიკა ის რომ მას უნდა დედოლარიზაციის გაჩერება და ანუ დოლარის საერთაშორისო სტატუსის როგორც სარეზერვო ვალუტის სტატუსის შენარჩუნება და ემუქრება კიდევაც ამ სტატუსის გაუქმების მსურველებს სანქციებით და ბევრი რაღაცით. ეს ერთი პოლიტიკა ტრამპის მეორე პოლიტიკასთან, ანუ რეინდუსტრიალიზაციის პოლიტიკასთან არის შინაგან კონფლიქტში. და ამას ეკონომიკაში ქვია თავისი სახელი, კერძოდ ტრიფინის პარადოქსი ქვია და თუ დრო გვექნება ამ ტრიფინის პარადოქსზე ვილაპარაკოთ. ანუ ტრამპის პოლიტიკა ამ მხრივ არის შინაგანად წინააღმდეგობრივი. ამიტომაც ესე ძალიან ცალსახა ლოგიკით იმის მტკიცება და ანუ პროგნოზირება რომ რას იზამს ტრამპი ცოტა რთულია. კიდე სხვა ესე იგი კანონზომიერებების გათვალისწინებაც არის საჭირო. იმის გარდა რომ შინაგანად ეს პოლიტიკები წინააღმდეგობრივია, შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე თუ რატომ უნდა ტრამპს როდესაც ის ამბობს რომ აი ამ სანქციებს რუსეთის მიმართ გავაუქმებ, რა მოძრავებს მას. ეს არის ის რომ ეს რაღაცა მის ამ ეკონომიკურ რაღაც ორი პოლიტიკიდან რომელიც ერთმანეთთან დაპირისპირება რომელიმეს იმაში ჯდება, ლოგიკაში ჯდება, თუ ეს კიდე სხვა მოთხრობაა. და მე მგონია რომ ეს არის აბსოლუტურად სხვა მოთხრობა. ეს არის მოთხრობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ტრამპს გადაწყვიტოს ის მთავარი გეოპოლიტიკური დაპირისპირება, რაც დღეს მიდის მსოფლიოში. კერძოდ ეს დაპირისპირება მოდის მთავარი წინააღმდეგობიდან და მთავარი ასე ვთქვათ, მიზნიდან ამერიკის იმპერიის, რაც არის წინააღმდეგობა ჩინეთის განვითარების მიმართ, რაც არის ჩინეთთან დაპირისპირება. ჩინეთთან დაპირისპირება. ანუ შენამობ იმას, რომ რეალურად დათმობა იმიტომ უნდა რომ რუსეთი აქციოს მოკავშირეთ. ჩინეთის წინააღმდეგ. ჩინეთის წინააღმდეგ მოკავშირეთ აქციოს და ამ დროს ის არ განიხილავს ამას რაღაცა ღრმა კავშირებით სხვა მის პოლიტიკებთან. მისი პოლიტიკები საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ესე იგი თვითონ რუსეთის მიმართ პოლიტიკაც არის საკმაოდ წინააღმდეგობრივი. ეხლა ბევრს გონია რომ ტრამპის ეს ეგრეთ წოდებული ვითომ და მეგობრული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინასთან დაპირისპირების კონტექსტში. ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა. რასაც მე არ ვეთანხმები. მე მგონია რომ ტრამპის პოლიტიკა არის ძალიან საშიში როგორც რუსეთისათვის, ასევე მსოფლიო მშვიდობისათვის. ეს არ არის მშვიდობის პოლიტიკა. ეს არის წკვიანური პოლიტიკა, მაგრამ ძალიან ანუ მოკლე მიზნების თვალსაზრისით. კერძოდ ტრამპი ხედავს, რომ ეს არის წაგებული ომი, მას უნდა ამ წაგებული ომის თან პასუხისმგებლობა ჩამოიცილოს და რეალურად არც ამერიკას და არც ტრამპს თვითონ უკრაინა არ აინტერესებს, ისევე როგორც რუსეთს არ აინტერესებს თვითონ უკრაინა. ამ ომის თავი იყო ის, რომ რუსეთს უნდა უკრაინაზე კონტროლი და უკრაინიდან და საქართველოსთან ამერიკის გაძევება, როგორც პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ამერიკამ უნდა დატოვოს რუსეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკა ევროპაში. და ამ აგრესიული პოლიტიკის ძირითადი საყრდენი და თავი არის ზუსტად ის, რაც დაიწყო ტრამპმა. კერძოდ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში საშუალო რადიუსიანი რაკეტების განლაგება.
ეს დაიწყო ტრამპმა პირველი მისი პრეზიდენტობის დროს და 23 წელს უკვე ამერიკას აქვს არა მარტო ის ბაზები, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი თავის უსაფრთხოების გარანტიებში, ესე იგი, ითხოვდა გარკვეულ ზომებს, კერძოდ ეს იყო რუმინეთი და ის იყო პოლონეთი, სადაც მათ ჰქონდათ ეგრეთ წოდებული ჰაერსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო პლატფორმები და ამბობდნენ, რომ ეს არის თავდაცვითი პლატფორმები. რუსეთი კი ამბობდა, რომ თქვენ ამ პლატფორმებიდან შეგიძლიათ გამოუშვათ ფრთოსანი საშუალოადვისიანი რაკეტები, მაგრამ ფრთოსანი რაკეტების გარდა არსებობს კიდევ ბალისტიკური და ჰიპერსონული რაკეტები, რომლებიც უკვე შექმნეს ამის ბაზები ამერიკელებმა გერმანიაში. ამას ქვია სახელიც Dark Eagle. 23 წელს უკვე შეიქმნა ამ Dark Eagle-ის ჰიპერსონიკული რაკეტების ბაზები გერმანიაში და ჩატარდა დანიაში ჩატარდა გამოცდებიც, პირველი გამოცდები ამ რაკეტების და მალე ეს რაკეტები დაიდგმება ევროპაში. ტრამპს უნდა რუსეთს დაემუქროს სერიოზულად და სულ არ ანაღლებს უკრაინის ბედი. უკრაინის წაგებული ომისგან პასუხისმგებლობის არიდება, ეს არის ტრამპის პირველი ასე თქვათ პოლიტიკური სარგებელი. მაგრამ ეს არ არის სარგებელი მშვიდობისათვის, ეს არ არის კარგი რუსეთისთვის. განა რუსეთმა არ იცის, ახლა მოდით ახლა შევხედოთ რუსეთმა იცის თუ არა ეს და ესე უყურებს თუ არა. ახლა მე თავიდან მეგონა რომ რუსეთი დაამთავრებდა უკრაინაში ომს სწორედ ტრამპის მოსვლამდე. იმიტომ რომ ამის შემდეგ აი თავის ძალის პოზიციიდან დალაპარაკებოდა ტრამპს უკვე ამ საშუალოადვისიან რაკეტებზე. მაგრამ ის რომ რუსეთმა არ დაამთავრა ომი, ეხანდელი გადმოსახედიდან მიმაჩნია იმის ნიშნად, რომ რუსეთი ძალიან სერიოზულად უყურებს ტრამპის მეგა ამბიციებს. ანუ უკრაინაში ომი რუსეთს აწყობს. ეს არის თავის ტერიტორიაზე ომი. ამერიკულ და ევროპულ გაერთიანებულ ძალებთან. უკრაინაში ამერიკასაც და ევროპასაც რაც არ უნდა შემოიყვანონ ამ ტერიტორიაზე მათ და დაუპირისპირონ რუსეთს, რუსეთი ამას დაამარცხებს. ძალიან მარტივი, ესე იგი, სქემის გამო. რუსეთი დღემდე იბრძვის სხვათა შორის, რაც ბევრ ანალიტიკოს ვერ გაუგია, ყოველგვარი წინწაწევის გარეშე. იმიტომ რომ არ დატოვოს თავისი ტერიტორიები, რუსული ტერიტორიები. ის იბრძვის და ანადგურებს მილიონობით უკრაინელ ჯარისკაცს, ანუ იმ უკრაინელებს, ვისაც რუსეთთან ომი უნდა, თავის ტერიტორიაზე, რუსულ ტერიტორიებზე. არა მარტო სახელით, არამედ მოსახლეობით რუსულ ტერიტორიებზე. თან ისეთ ტერიტორიებზე, სადაც უკვე აღარ არის მოსახლეობა, რა საიდანაც უკვე გაყვანილია მოსახლეობა. იხოცებიან მხოლოდ ჯარისკაცები. რუსეთს არ აინტერესებს დანარჩენ უკრაინაზე გადასვლა და ამაში, ჩემი აზრით, ხელს უწყობს ამას ყველაფერს ის, რომ რუსეთს აქვს ფარული კონტროლი თვითონ კიევის რეჟიმზე. რუსეთი ამ ომს არ დაიწყებდა ეს კონტროლი ამ რეჟიმზე რო არ ქონოდა. შესაბამისად, რუსეთი манипуლირებს კიევის მთავრობით და თავის ტერიტორიაზე ებრძვის თავისი ეგრეთ წოდებული მეხუთე კოლონის თუ ამ მეხუთე კოლონად ჩათვლი კიევის დღევანდელ რეჟიმს საშუალებით იბრძვის თავის ტერიტორიაზე და მოწინააღმდეგეს მოკავშირედ ხდის თავის კაცს. რუსეთს ყველა შანსი აქვს, რომ ნებისმიერი შეერაღება, ნებისმიერი აგრესია, რასაც ამერიკა და ევროპა მოიფიქრებენ და რაც არ უნდა რესურსები ჩადონ ამ აგრესიაში, ყველანაირი მასშტაბის აგრესიას დაამარცხებს ამ ტერიტორიაზე და ამ პირობებში. მაგრამ თუ ამას დაამთავრებდა ამ ომს რუსეთი და შემდეგ დაიწყებდა უკვე ლაპარაკს, აი გაიტანეთ ევროპიდან რაკეტები, მაშინ უნდა გადასულიყო ომი უკვე აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. ომის გადატანა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის მუხარის ნაწილი არის, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთმა მაინც ძალიან სერიოზულად მიიღო ტრამპის ესეთი
აგრესიული პოლიტიკა და სტრატეგიული მუქარა და გადაწყვიტა რომ მაინც თავიდან შესთავაზოს მოლაპარაკება. თუ ამ მოლაპარაკებაზე არ წავა, ის ეცდება რომ უკრაინის ომი გაახანგრძლივოს ევროპის საშუალებით და ეცადოს რომ რაც შეიძლება სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე ომის საშუალებით დაასუსტოს დასავლეთი და მათ შორის ამერიკა. ამერიკის ინტერესები კიდევ არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო. უკრაინა დათმოს და გადავიდეს სერიოზულ მუქარაზე უკვე იმ მასშტაბებით, რაც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. ასეთ შემთხვევაში ახლა ევროპის პოზიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ევროპა უკვე ჩაება რუსეთთან ომში. პოლიტიკურად ჩაება და ყველანაირად და ამ ომიდან გამოძრომა ევროპისთვის არ არის ადვილი. ისევე როგორც ტრამპისთვის არის ადვილი, მაგრამ ევროპისთვის არ არის ადვილი. და ტრამპის ამ სერიოზულ მუქარაში სწორედ შედის ის, რომ ომის საფრთხე არის ევროპასა და რუსეთს შორის და ეს საფრთხე არის ატომური ომის საფრთხე. ანუ თუ რუსეთი დაარტყამს ამერიკულ ბაზებს ამ საშუალო რადიუსიანი რაკეტების ევროპაში, მაშინ შემდეგი ესკალაციის საფეხური უკვე შეიძლება იყოს ატომური ომი. თუ დასავლეთი არ დანებდება რუსეთს. და ეს ატომური ომი უნდა მოხდეს ევროპაში ამერიკული გეგმით. სწორედ ამას ემსახურება ტრამპის გეგმა გამოვიდეს ნატოდან, რაც შეიძლება მალე. იმიტომ რომ თუ ატომური ომი დაიწყება, ესე იგი დაიწყება ეს განმაერაღებელი დარტყმით ევროპიდან და განმაერაღებელ დარტყმაზე მეორე ეტაპი არის უკვე ატომური იარაღით დამოკიდებული. ანუ შენ მოგყვეთ შენ აბა ეგეთ რაღაცას შევაჯამოთ და დროის ისაც აქვს უბრალოდ დეფიციტი. ანუ ეს გაგებული არის სავსე საპირისპიროდ აი მასმედიაში რომ ანტი-ნატო პოლიტიკა ტრამპის არის სამშვიდობო პოლიტიკა, სინამდვილეში ეს არის საომარი პოლიტიკა, მსოფლიო ომის გაჩაღების პოლიტიკა. იმდენად რამდენად ნატოდან გამოსულ ამერიკას უკვე აღარ ექნება შიში, იმისა რომ განმაერაღებელი დარტყმის შემდეგ, რუსეთზე განმაერაღებელი დარტყმის შემდეგ მიიღოს საპასუხო დარტყმა. საპასუხო დარტყმა მიყენებული იქნება ევროპაზე და ატომური ომის საფრთხეც იქნება ევროპაში. მოდი ის შევაჯამებ რა, რაც თქვი. რა ვიცი, შეიძლება რაღაცებს ჩვენ ცოტა გაუგებარია. ლოგიკა არის გაუგებარი, თორე ესე შენ თქვი ის რომ რუსეთი წინ იმიტომ არ მიიწევს და ამიტომ იმ რეგიონებში სადაც ძირითადად რუსულენოვანი რეგიონებია ხო უკრაინაში რომ მას არ უნდა გადავიდეს იმ მხარეს რაც შემდეგ უკვე გამოიწვევს ევროპაში ომს ეს ერთი არა მარტო ევროპაში ომს კი არ გამოიწვევს არ უნდა გადავიდეს იმ მხარეზე სადაც მას ექნება დიდი დანაკარგი იქნება მოსახლეობის დიდი დანაკარგი ეს გამოიწვევს ძალიან დიდ პოლიტიკურ და სამართლებრივ დანაკარგებს მოუხდება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა ქალაქების განადგურება და ასე შემდეგ რაც არ უნდა მას უნდა უკრაინის მთლიანი შენარჩუნება რუსეთს მას უნდა მხოლოდ იმ ხალხის დახოცვა ვინც ბედავს და რუსეთის წინააღმდეგ მიდის ომში იარაღით ამ ხალხსით დახვრეტა ხდება დღევანდელ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე პირდაპირ ეს ხალხი მიდიან იმ ქვაბუნებში რასაც ეძახიან ინგლისურად cauldrons ხო სადაც ხდება მათი მასობრივი განადგურება და შენ ამბობ მოკლედ შენ ამბობ საბოლოო ჯამში იმას რომ ეს ესკალაცია შეერთებული შტატები თავარი იდეა არის ის რომ ეს ესკალაცია გაიზარდოს ისე მივიდეს რომ ევროპა მთლიანად ყურებით იყოს ჩართული ამ კონფლიქტში და კრიტიკულ მომენტში დატოვოს ეს კონფლიქტი შეერთებულ შტატებმა და ნახოს რა მოხდება ამ დაპირისპირებისთვის უკვე შორიდან შეხედოს ამ დაპირისპირებიდან არა ნატოდან გამოსული ამერიკა ეს არ ნიშნავს იმას რომ ნატო ამერიკას არ აქვს გავლენა ევროპაზე ნატოდან გამოსulis შემდეგ ევროპაზე გავლენა ამერიკის იზრდება მრავალჯერ დღეს ჯერ კიდევ შეუძლია ევროპას გარკვეული ინსტიტუტების საშუალებით იგივე ნატოს ინსტიტუტების საშუალებით რაღაც გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს ნატოდან გამოსული ამერიკას გავლენა ექნება სათითაო ქვეყანაზე ცალ-ცალკე ეს გავლენა იქნება გაცილებით დიდი ვიდრე მას დღეს აქვს როცა დღეს შეუძლია იქ ვიღაცას პირის შეკრას ვიღაცას აქვს ვეტოს უფლება და ასე შემდეგ. ეს არაფერი აღარ იარსებებს. იარსებებს მხოლოდ ამერიკა თითოეული ქვეყნის წინააღმდეგ.
ამერიკას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე აქ განუზომელი გავლენა. მათ შორის პოლონეთზე, რუმინეთზე და გერმანიაზე და დანიაზე. ხო გეუბნები? ამ ქვეყნებში უკვე არის ამ რაკეტების ბაზები და მიმდინარეობს ამ თანამედროვე იარაღის გამოცდა, რომლითაც ისინი უნდა დაუპირისპირდნენ რუსებს. და ნატოდან გამოსვლის შემდეგ ამერიკის გავლენა ამ ქვეყნებში ხოდახოდ გაიზრდება. ისევე როგორც დანარჩენ ქვეყნებზე. უბრალოდ საფრანგეთს, გერმანიას და დანარჩენ ქვეყნებს, როგორც არის იტალია და ასე შემდეგ, საერთოდ აღარანაირი გავლენა აღარ ექნებათ ამერიკულ პოლიტიკაზე. მთლიანად ამერიკის ხელში იქნება ევროპის პოლიტიკა და ევროპის ბედი. მოკლედ, ესეთი იყო პაატას პროგნოზი, თეორიაც, ესე ვთქვათ, და მოლოდინები. შეიძლება ბევრი არ დაეთანხმოს, მათ შორის მეც ცოტა განსხვავებული პოზიციები მაქვს, მაგრამ ის რომ პაატახში ძირითადად თავის ანალიზში ეყრდნობა გარკვეულ წყაროებს, ეს ფაქტია, ესეთი ვერსია მე არაერთ პოდკასტერში თუ სხვა მაღალჩინოსნის რაღაც განცხადებაში, როგორც გადამდგარ მაღალჩინოსნის განცხადებაში მსმენია არაერთხელ ესეთი მოსაზრება. ნუ მოკლედ ნახოთ, ეს არის ერთ-ერთი საინტერესო ვერსია, რაც ახლა გაიჟღერა და შევხედოთ უკვე მოვლენებს როგორ განვითარდება. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს ალტერნატიული ვერსია, გარკვეულად სხვა კუთხით დანახული რაღაც რეალობა. გექნება თქვენი ალბათ შენიშვნები, თქვენი მოსაზრებები, რაღაცაში დაეთანხმებით პატას, რაღაცაში არა. დაწერეთ კომენტარები აუცილებლად გიპასუხებთ და გქონდეს ინტერაქცია. საჭიროა ბევრი ვერსიის განხილვა იმისთვის, რომ მთლიანი სურათი დავინახოთ. ვერსიების განხილვის გარეშე კიდე ესე ვერ ხდება. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.